დედმალოვა მოწვევისთვის. ეს დავას ჩვენ თითქმის შეჩვეულები ვართ უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ვაკვირდებით ამას, ამაში სიახლე არაფერი არ არის, მაგრამ ეს დავას ჩვენ თქოს მოდენს გადააჭარბა, იმიტომ რომ ეს იყო ღია კონფლიქტი. ასე დავინახეთ ჩვენ, ასე დაინახა საზოგადოება. ვიდრე უშუალოდ კონკრეტიკაზე გადავალთ, პირველ რიგში ესეთი ზოგადი კითხვა მინდა დაგისვათ. არ ფიქრობთ, რომ ასეთი სახის ღია დაპირისპირებები პირველ რიგში სახელმწიფო ინსტიტუტებს აზარალებს, ვნებს და ნდობას უკარგავს მოსახლეობის თვალში? რაც შეეხება დაპირისპირებას და დავას, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი 2014 წლიდან არის ოპოზიციაში. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. ჩვენ ვიცით, რომ მოქმედი კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური არბიტრი, ეს არის მისი როლი, როგორც ეს არის გაწერილი ქვეყნის ძირითადი კანონით, თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტი არის ოპოზიციაში, ის არის, როგორც ამას NDI მოწოდა, ეგრეთ წოდებული მეორე საქართველოს ნაწილი, ანუ ასე ვთქვათ, ოპოზიციის ნაწილი. აქედან გამომდინარე, ეს დაპირისპირება არის სრულიად ბუნებრივი. ეს არ არის სწორი, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება პრეზიდენტის ეს პოზიცია მოქმედ კონსტიტუციას, თუმცა ის არის ოპოზიციაში, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ბუნებრივია ეს დაპირისპირება, რომელიც ეს კონკრეტიკა მე პრეზიდენტის პოზიციაზე აუცილებლად კითხავთ. მე მაინტერესებს ზოგადი შეფასება, ის რაც ჩვენ ვიხილეთ გასუკვირას, მიმდინარე კვირას. რაც შეეხება დაპირისპირების ფორმას, ამაზე აუცილებლად არის სასაუბრო, რა თქმა უნდა, აუცილებლად ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება უნდა იჯდეს ეთიკის ფარგლებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამ ეთიკის ფარგლებს გასდა დაპირისპირება სამწუხაროდ რამდენიმე დღის განმავლობაში. აქ საუბარი მაქვს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გამოსვლაზე და მის განცხადებებზე, რომლებიც იყო შეურაცხყოფებით გაჯერებული და შემდეგ ეს შეურაცხყოფა არა მარტო დაადასტურა მოგვიანებით პრეზიდენტმა, არამედ ამ შეურაცხყოფას დაამატა დამატებითი შეურაცხყოფა. ბატონო ირაკლი, მხოლოდ ერთის მხრიდან იყო არაეთიკური. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, მათ ჰქონდათ გარკვეული არგუმენტები და მოდით რიგრიგობით მივყვეთ მაშინ ყველაფერს. რაც შეეხება მე ზოგადად ვიტყვი სანამ ამას მივყვებით, რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას და ზოგადად მმართველ გუნდს, მმართველი გუნდის მხრიდან შეიძლება იყო პერიოდულად მწვავე კრიტიკა პრეზიდენტის მიმართ, თუმცა არასდროს არ გასცდენია ეს კრიტიკა ეთიკის ფარგლებს და არასდროს არ გადასძილა ეს ყველაფერი შეურაცხყოფაში. რაც შეეხება პრეზიდენტის მხარეს, მათი მხრიდან ჩვენ შეურაცხყოფა გვესმის პრაქტიკულად პერმანენტულ რეჟიმში. იგივეს ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონი ფიქრიას განცხადება, რომ მუდმივად ისმის საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან შეგვიძლიათ თქვენ ჟურნალისტი და ყოველდღიურ რეჟიმში აგვერდებით მოვლენებს, თქვენ თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი მაგალითი. საუბარია ნებისმიერ წევრზე საპარლამენტო უმრავლესობის, ერთი მაგალითი იმისა, რომ ვინმე შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პრეზიდენტს. ამისთვის საკმარისია ის მოვიყვანოთ, რაც ჩვენ ვიხილეთ 2-3 დღის წინ პარლამენტში და სწორედ ამაზე უნდა ვისაუბროთ ახლა. უშუალოდ შემდეგ უკვე პრეზიდენტზე რა როლს ასრულებს ის, რატო უწოდებთ თქვენ მას ოპოზიციის წარმომადგენელს, შემდეგ ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე უნდა ვისაუბროთ იმ კონფლიქტზე, რომელიც სახეზე იყო. ამ თემაზე საუბრისას მე ვფიქრობ, საკითხი ორ ნაწილად უნდა გავყოთ, ერთი სამართლებრივად და მეორე ეთიკურად უნდა შეფასდეს. სამართლებრივ საკითხს რაც შეეხება. თქვენ მიუთითეთ ქალბატონ ანა დოლიძეს, რომ ის არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, ის არის საჯარო მოსამსახურე და შესაბამისად მას არ აქვს ასეთი განცხადებების გაკეთების უფლება. თუმცა ქალბატონი ანა დოლიძე აპელირებდა თქვენს მიერვე მიღებულ კანონზე საჯარო სამსახურის შესახებ, რომ მას აქვს უფლება გამოთქვას თავისი აზრი, რომ ის არ არის საჯარო მოსამსახურე და აპელირებდა იმაზე, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რომელიც ივლისში ამოქმედა მიმდინარე წლის, არის ჩამონათვალი იმ თანამდებობის პირებზე, რომელსაც არ ეხება ეს კანონი და მათ შორის არის მეოთხე მუხლში მეც გადავამოწმე მათ შორის და ნივნები და მოადგილეები. მათზე არ ვრცელდება, თუ არ ვრცელდება ეს კანონმდებლობა, შესაბამისად ვინ არის საპარლამენტო მდივანი? ეს სამწუხაროა, რომ იმ ხდომიდან 3 დღის თავზე მე და თქვენ გვიწევს დროის დაკარგვა ამ უმარტივეს საკითხთან დაკავშირებით. ეს არის უმარტივესი, მე რატომ უფრო დროს კარგავთ, იმიტომ რომ ძალიან მარტივად კვალიფიცირ ადამიანებს შეეძლოთ დასკვნის დადება იმასთან დაკავშირებით, არის საპარლამენტო მდივანი პოლიტიკოსი, თუ არ არის პოლიტიკოსი და ეს არის მხოლოდ ჩვეულებრივი არაპოლიტიკური საჯარო მოსამსახურე. რაც შეეხება კანონმდებლობას, ძალიან მარტივად რომ განიმარტოს, ვინ არის პოლიტიკოსი ამ ჩვენ მიღებულ კანონში. პირდაპირ წერია ვინ არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, ეს ცალკე კატეგორია და უფრო მეტის დამატებით წერია ვინ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, არა სახელმწიფო პოლიტიკური, ეს არის უფრო მაღალი რანგი, არამედ პოლიტიკური თანამდებობის პირი. რაც შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ესენი არიან მხოლოდ და მხოლოდ
საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობის წევრი და მთავრობის წევრის მოადგილე, მინისტრის მოადგილეები, ესენი არიან პარლამენტის წევრები, ესენი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები. რაც შეეხება პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ესენი არიან მხოლოდ გუბერნატორები და მათი მოადგილეები, საკრებულოს თანამდებობის პირები, გამგებლები, მერები და მათი მოადგილეები. ეს არის ის ჩანაწერი, რომ ეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი არ ვრცელდება. ეს ჩანაწერი თქვენ ხდებათ ნებისმიერ ქვეყანაში საჯარო სამსახურის კანონში, აქ საუბარი ერთადერთ მარტივ რაღაცაზე. არსებობს კანონი, რომელიც არსებითად მიიღება მოხელეთათვის, აქ დადგენილია სამსახურში აყვანის წესები, გაშვების წესები და ეს შემდეგ, ეს წესები არ ვრცელდება კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეებზე. მხოლოდ დანიშვნაზეა აქ საუბარი. საჯარო მოსამსახური არის საქართველოს პრეზიდენტიც. პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრიც, ყველა ჩვენ ვართ საჯარო მოსამსახურეები, მაგრამ ამ საჯარო მოსამსახურეთაგან ნაწილი არის პოლიტიკოსი, ნაწილი არ არის პოლიტიკოსი და არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებზეც არ ვრცელდება საჯარო მოსამსახურის შესახებ კანონი. ჩვენ გვიწევს ახლა საუბარი 2x2-4-ზე იმაზე, რომ საპარლამენტო მდივანი, ისევე როგორც პარლამენტის აპარატის უფროსი. მე ავხსნი, რატომ გვიწევს ამაზე საუბარი? იმიტომ რომ ქალბატონ თუ გაგიგონიათ, როდესმე პარლამენტის აპარატის უფროსისგან პოლიტიკური განცხადება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროს შეუძლია არშევ უკეთესი პოლიტიკური განცხადებების კეთება, ვიდრე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნებისმიერ წარმომადგენელს. რომელი იყო პოლიტიკური განცხადება? პოლიტიკური განცხადება კი არ გააკეთა ქალბატონმა ანა დოლიძემ, მან შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტის თავმჯდომარეს პირველივე წინადადებაში. მან აღნიშნა არ არის პოლიტიკური განცხადება, ეს არის მეტი ვიდრე პოლიტიკური განცხადება, ეს იყო შეურაცხყოფა. ასე დროს შეურაცხყოფას ბუნებრივია ჭირდება პასუხი. პასუხი იყო აბსოლუტურად კორექტული. პასუხი იყო ის, რომ საჯარო მოსამსახური არ უნდა გასცდეს ეთიკის ფარგლებს. ხო, მაგრამ საჯარო მოსამსახურეს არ აქვს უფლება გქონდეს საკუთარი აზრი და გამოთქვას და დაიცვას ეს პოზიცია. თუმეტეს კონკრეტულ მოტივირებულ შენიშვნებზე იყო საუბარი. თქვენ თუ გახსოვთ ერთი შემთხვევა, ყოველ ჯერზე საუბარი 90-იანი წლებიდან მოყოლებული. შენიშვნა იყო არაარგუმენტირებული და ეს იყო ანაბანა, რომ ასე არ უნდა იწერებოდეს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გახსოვთ, რომ სახელმწიფოებრიობა მაშინ ყალიბდებოდა. არ ახსოვს საქართველოს ისტორიაში შემთხვევა, ისევე როგორც არც ერთ დემოკრატიულ და არადემოკრატიულ ქვეყანასაც კი, სადაც საჯარო მოსამსახურე პოლიტიკურ პოლემიკაში შედის და სადაც საჯარო მოსამსახურე იმ 90-იან წლებშიც კი. ეს არის 2x2-4 პოლიტიკის შემდეგ აწეულში და ბოლო წლების განმავლობაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე მაგალითად პრეზიდენტს ან პარლამენტის წევრს უწოდებს უღირს. ასეთი რამ არ მოხდა, ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენა, სადაც საჯარო მოსამსახურეები შეურაცხყოფას აყენებენ პოლიტიკოსებს, სადაც ისინი გამოდიან აბსოლუტურად ეთიკა საქართველოს პრეზიდენტის დღეს მოქმედი ადმინისტრაცია. ასეთი რამ 90-იანი წლებიდან არ მოხდა საქართველოში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თითოეული ადმინისტრაციის უფროსით გაგრძელებული საპარლამენტო მდივანი, იქ უშუალოების საბჭოს მდივნის მოადგილე, როდესაც პარლამენტის თანამდებობის პირს უწოდებს უწოდინარს, საუბარია რაზე წარმოიდგინეთ, საჯარო მოსამსახურე რას ნიშნავს? არის უშუალოების საბჭო, რომელიც შედგება პოლიტიკოსებისგან, არსებითად გარდა ერთი გამონაკლისისა, ეს არის თვითონ მდივანი, უშუალოების საბჭოსი, აქ სხედან პოლიტიკოსები და არიან დამატებით საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ემსახურებიან პოლიტიკოსებს, რომლებიც არიან უშუალოების საბჭოს მდივანი. მე ვარ უშუალოების საბჭოს ერთ-ერთი წევრი და წარმოიდგინეთ, რომ ის ადამიანი, რომელიც ემსახურება უშუალოების საბჭოს, მის ორგანიზაციულ ექსპერტულ მოსახურებას ახორციელებს, ასეთი ადამიანი უშუალოების საბჭოს წევრს და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს უწოდებს უწოდინარს. ასეთი რამ კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, არ მოხდარა აი მაყურებლის გასაგონათვალ ამას საქართველოში 90-იან წლებშიც კი, სადაც ამაში თავისი წვლილი მიუძღვის მედიას, როდესაც საუბარია პარლამენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაპირისპირებაზე. ეს იგივეა რომ თქვათ, რომ პრეზიდენტის და პარლამენტის აპარატის დაპირისპირება არსებობს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს არის საჯარო მოსამსახურეთა ერთობლიობა, რაც შეეხება
პოლიტიკის ნაწილი არის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი. არ შეიძლება ეწეროს ტიტრებში ან როდესაც საუბრობენ ჟურნალისტები, არ შეიძლება ისინი ამბობდნენ იმას, რომ დაპირისპირება პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. ეს იგივეა თქვენ რო თქვათ, ეს უფრო ლოგიკური იქნება. თავისთავად აქ საუბარია პოლიტიკოსებზე, საუბარია პრეზიდენტზე და პარლამენტზე. სამწუხარო მოვლენა არის ის, რომ პრეზიდენტი დღეს არის ოპოზიციაში, მაშინ როდესაც კონსტიტუციის თანახმად ის უნდა იყოს ნეიტრალური პოზიციაზე. ყველაფერი ეს მოყვა, მოდით ესე რომ ვთქვათ, თქვენი გამოსვლის შემდეგ, სადაც ქალბატონი ანა დოლიძე საუბრობდა, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი მას უნდა დავასრულებთ შეიძლება იცემოდა შეურაცხყოფის შესაძლებლობა. როგორ უნდა დაეცვა მას, ის არის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი და იცავდა იმ წინადადებებს, რომლითაც მან წარგზავნა პრეზიდენტმა არგუმენტებზე უნდა ებასუხა არგუმენტები. საპარლამენტო მდივანი. ხო, ის საუბრობდა, რომ თქვენ ყველა არგუმენტზე, რომელიც წარდგენილი იყო პრეზიდენტის მხრიდან, ყველაზე ასეთ შეფასებას აკეთებთ, რომ ეს არის არაარგუმენტირებული, საფუძველს მოკლებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როდესაც თქვენ გამოდიოდით მოტივირებული შენიშვნების შესახებ საუბრობთ, სწორედ ამას უპასუხა ანა დოლიძემ. ანუ მას არ ქონდა უფლება, რომ დაეცვა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. რაც შეეხება ჩემ გამოსვლას, არც ერთ წინადადებაში არ ყოფილა შეურაცხყოფა და ღირსების ხელყოფა ვინმესი და გამოდის ამის შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იღებს როგორც ჩანს დავალებას, როგორც სხვა საჯარო მოსამსახურეები პრეზიდენტის მხრიდან და ამბობს ესეთ რამეს, რომ ეს გამოსვლა იყო ღირსებას მოკლებული კრიტიკის შემცველი. პირდაპირ უწოდა კონკრეტულმა ადამიანმა საჯარო მოსამსახურემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უღირსი ღირსებას მოკლებული კრიტიკა ამას ნიშნავს. გუშინ თქვენ ტელევიზიაში სიუჟეტში არასწორად გავიდა ეს ფრაზაც, შეგნებულად იყო დამახინჯებული, საერთოდ სხვა ინტერესი გვაქვს ფოტო ირაკლი ამასთან. იქ იყო ნათქვამი, რომ ანა დოლიძემ თორმე თქვა, რომ კრიტიკა იყო ზღვარგადასული. რატომ არის საჭირო სიტყვების ასე დამახინჯება? თქვენც ხო არა ხართ ყველაზე პროდასავლური ტელევიზია, ასე არ უნდა მახინჯდებოდეს სიტყვები. ეს თქვენი შეფასება რაც შეეხება ანა დოლიძეს, მას არ უთქვამს. რაც შეეხება ანა დოლიძეს, მას არ უთქვამს, რომ კრიტიკა იყო ზღვარგადასული, მან თქვა, რომ კრიტიკა იყო ღირსებას მოკლებული, შეურაცხყოფას ესაჭიროება პასუხი. თქვენ ტრიბუნიდანაც ანა დოლიძეს, ესე ვთქვათ, ეთიკურობისკენ მოუწოდეთ და არაეთიკური უწოდეთ მის გამოსვლას. თქვენი შეფასება და მოწოდება მიმართვა ბატონი გიორგი, ეს ეთიკური იყო ბატონი ირაკლი? მოგახსენებთ, ქალბატონი ანა 10 წუთის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ის იყო გიორგი მარგველაშვილი. არა, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის წარმომადგენელი. პრეზიდენტის სრულუფლებიანი და ამას კი ბატონო, ზღვარს ვერ ავლებდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელს შორის. ისევე როგორც ვერ გაავლო ზღვარი პოლიტიკოსსა და საჯარო მოსამსახურეს შორის. 10 წუთი ვიმტკიცებდა ის იმას, რომ ზუსტად ისევე შეეძლო საუბარი, როგორც გიორგი მარგველაშვილს. ტრიბუნასთან იდგა მისი მტკიცების თანახმად გიორგი მარგველაშვილი, მე რო ვამტკიცო დღეს, რომ მე ვარ ანგელა მერკელი, თქვენ გაქვთ სრული უფლება, რომ ქალბატონი ანგელა დამიძახოთ. ან რო ვამტკიცო, რომ მე ვარ ტონი ბლერი, გაქვთ სრული შესაძლებლობა, რომ დამიძახოთ ბატონი ტონი. ეს არის რეალობა, როდესაც ადამიანი 10 წუთი გიმტკიცებს, რომ ის არის გიორგი მარგველაშვილი და ამის საპირისპიროს, არა, ის პირდაპირ ამბობდა, რომ შეეძლო ზუსტად იგივეს თქმა, რისი თქმა შეუძლია პრეზიდენტს. ხო, აპელირებდა იმაზე, რომ ის არის პრეზიდენტის სრულუფლებიანი როდესაც პარლამენტის აპარატის უფროსი მიდის სადღაც, კონკრეტულ ქმედებას ახორციელებს, მას შეიძლება სრული რწმუნებულება ქონდეს მინიჭებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ ურთიერთობაში, როდესაც მაგალითად პარლამენტის აპარატის უფროსი მიდის საქართველოს პრეზიდენტთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ მიდის პარლამენტის თავმჯდომარე. ეს ვერ აუხსენი ადამიანს 10 წუთის განმავლობაში, ის ამბობდა, რომ ის იყო გიორგი მარგველაშვილი. როცა მე ვამტკიცებ 10 წუთის განმავლობაში კიდევ კარგი, მოწოდინება ბატონი ირაკლი მომავალში გავითვალისწინებთ ამას, ანუ ამაში არაეთიკურს ვერაფერს ვერ ხედავ. რაღაც 2-4-4 მტკიცება გვიწევს. მაშინ ბოლო კითხვას დაგისვამთ ამ თემასთან დაკავშირებით, თქვენმა თანაგუნდელმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა ასეთი რამ, რომ თუ პრეზიდენტი რეაგირებას არ მოახდენს, უმჯობესია საპარლამენტო უმრავლესობამ არ ითანამშრომლოს და აღარ დაესწროს მისი წარმომადგენლის გამოსვლებს. პრეზიდენტის რეაგირების შესახებ ყველანი საქმის კურსში ვართ, მის განცხადებას ვიცნობთ. ანუ თქვენ იზიარებთ ამ დამოკიდებულებას და ჩვენ უფრო მეტ კონფრონტაციას შეიძლება ველოდოთ? ეს არ არის აქტუალური საკითხი. არა, ჩვენ გვაინტერესებს როგორ გააგრძელებს საპარლამენტო მდივნის საკითხი არ არის ნამდვილად აქტუალური საკითხი. ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, ვინ სად იქნება მისი წარმომადგენელი, ეს არ არის ჩვენთვის აქტუალური საკითხი. აქტუალური საკითხი არის ერთი რამ. ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა საქართველოს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობას. ამის შემდეგ ჩვენ
შესაბამისად მივმართეთ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით მას ჰქონდა შანსი, რომ ისთვის თქვენ გახსოვთ რა სიტყვები გამოიყენა ქალბატონმა ანადოლიძემ და ამაზე პასუხი იყო აბსოლუტურად გამოუგნებელი ამ შეურაცხყოფას, უმძიმე შეურაცხყოფას მან დაამატა დამატებითი შეურაცხყოფა და გამოიყენა ისეთი სიტყვები პირადად პრეზიდენტმა უკვე, როგორიც არის კომკავშირელები, მედროვეები და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ გვყავს საქართველოს ყავს პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, ასეთ რამეს ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები, ესენი არიან თავხედები, უზელები, შარიკოვები, მედროვეები და კომკავშირელები. ჩვენ გვყავს ასეთი პრეზიდენტი, საქართველოს ნამდვილად მეც იმსახურებს, ეს შემიძლია გითხრათ. თუმცა საქართველოს ისტორიას ახსოვს ამაზე უარესი პრეზიდენტიც, ამასაც გაუძლებთ რამენაერად და ჩვენ აუცილებლად გვეყოლება საბოლოო ჯამში ისეთი პრეზიდენტი, რომელიც იმოქმედებს მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად და რომელიც იმოქმედებს ეთიკის სტანდარტების შესაბამისად. ურთიერთობის გაგრძელება, როგორც სახეს მიიღებს, ეს ქვეყანას რომ ყავს, იმ კითხვას ვუბრუნდებით, რომელიც თავში ქვეყანას რომ ყავს პრეზიდენტი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს უწოდებს მედროვეებს, კომკავშირელებს, უზდელებს, თავხედებს და შარიკოებს, ასეთი პრეზიდენტით ჩვენ ბუნებრივია მოგვიწევს კიდევ ერთი წელი ცხოვრება, თუმცა ეს არის ის რეალობა, რომელიც არის საქართველოს ჩამოყალიბებული. აი ეს გვაინტერესებს ამ რეჟიმში როგორ შეიძლება თანამშრომლობის გაგრძელება და როგორ პრეზიდენტი არის ოპოზიციაში, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა ყველა ოპოზიციურ ძალასთან და ამ რეჟიმში გვექნება ჩვენ თანამშრომლობთ მეორე საქართველოსთან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმეა ეს თანამშრომლობა, ამ მეორე საქართველოში შედიან ერთი ნაციონალური მოძრაობა, მეორე ნაციონალური მოძრაობა, პატრიოტთა ალიანსი, დემოკრატიული მოძრაობა, გიორგი მარგულაშვილი და ასე შემდეგ, აი შემდეგ შალვა თელაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ეს არის მეორე საქართველო. ეს არის ძალიან მძიმე საქართველო, ეს არის ურეიტინგო საქართველო, მეორე მხარეს დგას ღირსეული პოლიტიკური ძალა, ეს არის ქართული ოცნება და სწორედ ჩვენი ღირსების გამო მოხდა ის, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ მიიღო ყოველი მეორე ამორჩევლის ხმა. ეს არის უპრეცედენტო მოვლენა დემოკრატიულ სისტემაში, როდესაც ამ ხელა მხარდაჭერით სარგებლობს მართველი ძალა, ეს არის იმის დამსახურება, რომ ჩვენი გზა არის სწორი გზა და თქვენ იცით, როგორ შეიცვალა საქართველოს ვითარება რადიკალურად 2012 წლის შემდეგ. მეორე საქართველოსზეც ვისაუბრეთ, მეორე საქართველოს წარმომადგენლებს აქვს თავისი არჩევანი, თქვენ რამდენჯერმე თქვით, რომ პრეზიდენტი არის ოპოზიციაში და შეუძლიათ ასე გააკეთოს. რამდენჯერმე და მუდმივად, როდესაც პრეზიდენტი მიყენებს ვეტოს მექანიზმს, უმრავლესობის მხრიდან სწორედ ამაზე ხდება აპელირება, რომ პრეზიდენტი არის ოპოზიციაში. ვის პოლიტიკურ თამაშს თამაშობს? შეგიძლიათ გითხრათ პრეზიდენტი, როდესაც ამაზე საუბრობთ? მე არ ვიცი რა გათვლებია მას, თუმცა მისი ეს არის პირველ რიგში მენტალიტეტის პრობლემა, მას აქვს კონკრეტული მენტალიტეტი, რომლის გამოც მას ურჩევნია იყოს მეორე საქართველოს წევრი. იქ არის ის, ასე ვთქვათ, კომფორტულ მდგომარეობაში და არა იქ, სადაც საქმე კეთდება. ეს არის მისი მენტალიტეტის პრობლემა, ეს არის მისი არჩევანი. კიდევ ერთხელ ჩვენ გვაქვს ჩვენი არჩევანი, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ოპოზიციურ სუბიექტთან თანამშრომლობისათვის, მათ შორის ბუნებრივია გვექნება თანამშრომლობა მოქმედი კანონმდებლობის, კონსტიტუციის, ყველაფრის ეთიკის სტანდარტების შესაბამისად ბუნებრივია ნებისმიერ სუბიექტთან. თუმცა ერთი რამ უნდა აღინიშნოს, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმას, რომ ჩვენ მივეცით პრეზიდენტს სახის შენარჩუნების შანსი, მან ეს შანსი არ გამოიყენა. ამის შემდეგ ჩვენ ვერ ხედავთ ვეღარანაირ რესურსს იმისათვის, რომ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით შევიდეთ რაიმენაირი პოლემიკაში და შესაბამისად გუშინ ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან, კონკრეტულად ფრაქციის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთდა განცხადება, ჩვენ მოუწოდეთ საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულ წევრს, რომ არანაირი ფორმით არ აყვნენ არც ცდილობის ნორმების დარღვევას, არც ეთიკის ნორმების დარღვევას და შესაბამისად არ მოახდინონ რეაგირება ამ ყველაფერზე. ეს არის ძალიან მყარი პოზიცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო როგორი ეს არის ჩვენი პოზიცია, ეს ასე ვთქვათ, პოზიცია აუცილებლად უნდა შესრულდეს. თქვენ, როდესაც მიმდინარეობს საუბარი პრეზიდენტის ოპოზიციურ განწყობებთან დაკავშირებით, მისი დაკავშირება ყველაზე ხშირად უმრავლესობის მხრიდან ხდება ნაციონალურ მოძრაობასთან. ბოლო საკითხთან დაკავშირებით, აი რასაც ვეტო დაადო პრეზიდენტმა ბოლო საკითხებზე. ამ საკითხებთან დაკავშირებით იგივე პატრიოტთა ალიანსსაც საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა. ხო ვერ დავადანაშაულებთ პატრიოტთა ალიანსს ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსში, ხო ესე ბატონო? ანუ რა გამოდის პრობლემა მხოლოდ პრეზიდენტში, ნაციონალურ მოძრაობაში, იქნება პრობლემა ხელისუფლებაშია. ამაზე არ არის მეორე საქართველო, სადაც ორი სხვა პარტიები არიან, საზოგადოების ნაწილიც არის ბატონო. მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალები თავიანთ ხმებს აგროვებენ, თუმცა მადლობა ღმერთს ეს არის უმცირესობა ხმებისა და სწორედ ამის გამო
იზრდება, რა თქმა უნდა, ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ისევე როგორც მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში, აქ რა თქმა უნდა არის საზოგადოებას ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ საზოგადოების დაყოფას, ჩვენიანებად და მტრებად და ამ შემდეგ, თუმცა კიდევ ერთხელ არის ორი საქართველოს, ჩვენ როცა საუბრობთ ორ საქართველოსზე, საუბრობთ რა თქმა უნდა ბჭყალებში, ინდიის, ასე ვთქვათ, ბოლოდროინდელ ტერმინს ვიყენებთ. აქ საუბარი იმაზე, რომ ვიღაცა არის აბსოლუტურად სწორი და ვიღაცა არის მტერი, თუმცა კიდევ ერთხელ რაც შეეხება ამ პოლიტიკურ სპექტრს, ეს პოლიტიკური სპექტრი შედგება კონკრეტული სუბიექტებისგან, ესენი არიან კიდევ ერთხელ ერთი ნაციონალური მოძრაობა, მეორე ევროპული საქართველო, პატრიოტთა ალიანსი, დემოკრატიული მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია, ეს ეგრეთ წოდებული 15 კვალიფიციური პარტია და ეს შემდეგ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს არის მეორე საქართველო, რომელსაც აქვს შესაბამისი რეიტინგი. შესაბამისი რეიტინგი აქვს იმის გამო, რომ ეს ეგრეთ წოდებული ბჭყალებში მეორე საქართველო არ ადგას სწორ გზას, მათ სურთ ან საკუთარი ან მათ აქვთ ერთგვარი თვითმიზანი, ანუ ძალაუფლების, ან მოპოვების, ან დაბრუნების თუ როგორც არის, ეს არის მათი თვითმიზანი და ისინი არ იყურებიან, ასე ვთქვათ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არსებითად, რა თქმა უნდა, ყოველას ერთ ქვაბში ვერ ჩავყრით, თუმცა ეს არის არსებითი ნიშან-თვისება მეორე საქართველოს. თუმცა მეორე საქართველოზე როცა ვსაუბრობ, ჩვენ ასეთი სახის სურათი გვქონდა რამდენიმე წლის წინ, როდესაც ხელისუფლება საუბრობდა, რომ ის დგას ასე და ფიქრობს ასე და დანარჩენი საქართველო არიზიარებდა ხელისუფლების პოზიციას. პოლიტიკური ვითარება არის ანალიზებთ ამ მდგომარეობას. პოლიტიკური ვითარება ეს არის სამწუხარო რეალობა. დღესაც პოლიტიკური ვითარება არის აბსოლუტურად პოლარიზებული, ერთხელ ეს დგას ქართული ოცნება და მეორე მხარეს დგას ფართო გაგებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ეს არის ის სპექტრი, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით, რომელიც ეს არის ის სპექტრი, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით დაგვიტოვა წინა რეჟიმმა, სამწუხარო რეალობა, რაც შეეხება ქართულ ამორჩეველს, ქართული ამორჩეველი არჩევანს აკეთებს ქართული ოცნების სასარგებლოდ, ეს მოხდა ასე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მანამდე 2014 წელს, 13 წელს, 12 წელს, იგივე მოხდება წელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ყველამ ვიცით, რომ ქართული ოცნება დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და იგივე მოხდება მომავალ წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ და ეს ბოლო კითხვა აუცილებლად საკონსტიტუციო ცვლილებებს და ჯანი ბუკიკიოს ბოლო წერილსაც უნდა შევეხოთ, სადაც ის კიდევ ერთხელ აქცენტს აკეთებს საყოველთაო კონსენსუსთან დაკავშირებით. ერთი საინტერესოა, როდი შედგება ოპოზიციასთან შეხვედრა, გამოიკვეთა თუ არა თქვენი გადასახედიდან რაიმე სახის კონსენსუსის კონტური და შეიძლება თუ არა რაიმეზე შეთანხმდეთ ოპოზიციურ სპექტრთან ამ კონკრეტულ საკითხებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ მზად ვართ დისკუსიისთვის, აბსოლუტურად ღია ვართ დისკუსიისთვის და ოპოზიცია ელოდება თქვენ გაწინააღმდეგებს. კი ბატონო, და მზად ვართ იმისათვის, რომ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, წინაპირობების დასახელების გარეშე დავიწყოთ ეს კონსულტაციები და დისკუსია. ეს დისკუსია აუცილებლად შედგება. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში ვენეციის კომისიასთან და საუბრობთ ფორმატთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა რომ ვენეციის კომისიამ შემოგთავაზოს ისეთი ფორმატი, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის და აუცილებლად შედგება კონსულტაციები ამის საფუძველზე. ეს კონსულტაციები, პირველი კონსულტაციები შეიძლება შედგეს ან სტრასბურგში, ან თბილისში. ამასთან დაკავშირებითაც გვექნება ბუნებრივია საუბარი. ანუ ველოდებით ვენეციის კომისიის შემოთავაზება. ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკი კობახიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამა და რეკლამის შემდეგ უკვე სხვა თემებით დაგებრუნდებით, დაგველოდებით.